დილამშვიდობისა, ლევან და მანიკა, მე სტუმრად ვიმყოფები რესტორანში. შემოიხედე გენაცვალიშე, სადაც კიდევ ერთ გემრიელ კერძს შემოგთავაზებთ. ჩემი მასპინძელია, რა თქმა უნდა, უსაყვარლესი მზარეული ქალბატონილია. დილამშვიდობისა, ქალბატონია. დილამშვიდობისა. ლია დავითაია, GMS ჯგუფის წარმოების ხელმძღვანელი, 60 წლის, სტაჟი 20 წელი, საყვარელი კერძი ელარჯი და ხარჩო. დღეს რომელ კერძს შემოგთავაზებთ? დღეს ჩვენ გავაკეთებთ თევზს. თევზი. ხო, კალმახი გვაქვს დღეს, აი. მე წინასწარ უკვე გავასუფთავე ეს კალმახი. და ბოსტნეულის გარნირით და ბროწეულის წვენით ექნება დრესინგი ექნება ბროწეულის. დრესინგი იქნება ბროწეულის წვენი. თევზი ბოსტნეულის გარნირით, კალმახი 1 ცალი, ბროკოლი 100 გრამი, ყვავილოვანი კომბოსტო 100 გრამი, ყაბაყი 40 გრამი, ბადრიჯანი 30 გრამი, სტაფილო 30 გრამი, ბულგარული წიწაკა 40 გრამი, სოკო 40 გრამი, ბროწეულის წვენი 150 მგ, ნიორი 1 კბილი, ხახვი 20 გრამი, ხინძი და კამა 15 გრამი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი. შიგნით ამოვაცალე ძვალი, აი ესეთია. გავრეცხით, ყველაფერი ამოცლილია, გრბილია, მხოლოდ დარჩენი. ეხლა მე ამას მივაყრი მარილს და ცოტა წიწაკასაც მოვაყრი. ანუ ცოტა ლიმონიც. ცოტა ლიმონიც, რა თქმა უნდა. და ცოტა ზეითუნის ზეთიც. აირღუმილში უნდა შევწვათ. ხოლმე ცოტა სოია სოუსიც. საით როგორ უნდა შევარჩიოთ ქალბატონია თევზი? ჯერ პირველ რიგში აი თავთან უნდა შევხედოთ ლაყუჩებს. ის თუ არის ვარდისფერი, კარგი, აი ის კარგია და თევზიც. მივხვდებით რომ ახალია და კარგი თევზია. რა თქმა უნდა და აი თევზი თვითონ ეტყობა, აი ფერზეც ეტყობა, ყველაფერზე არ იშლება ისეთია. ანუ ეხლა მზად არის ჩვენი თევზის შესაძლებელი. ხო, მაგრამ 1-10 წუთი თუ ასე გავაჩერე. უნდა რომ გაჯდეს, ხო ეს? ცოტა რომ გაჯდეს უფრო კარგია. კაი, მანამდე მოდით ქალბატონია კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რა ინგრედიენტებია საჭირო დღეს ჩვენი კერძისთვის. მოკლედ თევზი შევაზავეთ უკვე ცოტა ხანი გაჯდება ეს ყველაფერი რომ შევწვათ. მოდი გადავიდეთ პროდუქტებზე. ეხლა ბოსტნეულის გარნირს უკეთებ ამას. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული, ყაბაყი, ბადრიჯანი. და ბულგარული წიწაკა 2 ფერის. თუ მეტი ფერის გაქვს, შეგიძლიათ მეტიც, უფრო ლამაზია. მწვანე ბულგარული ყველაზე გემრიელია და სასარგებლოა. მე დაგეთანხმებით, მე მიყვარს მწვანე ბულგარული. ნიორი რამდენად დავუცილებ? ნიორი ცოტა მინდა соусისთვის, ძალიან ცოტა, ხო, ძალიან ცოტა соусისთვის. ეს არის ბროწეულის წვენი. ცოტა ბროწეულის კაკლებიც მე რო გავაფორმოთ. მას ერთი 15-20 წუთი სჭირდება, ჩვენ მანამ მოვამზადოთ გარნირი. აი ჩვენ გვაქვს ახლა ეს მოხმე, წინასწარ მოვწალე უკვე ყვავილოვანი კომბოსტოც და ბროკოლიც. ამას უნდა ოდნავ ტაფაზე შეიძლება უნდა მოვთუშოთ. ვიღებ ჩვენს ჯადოსნურ ტაფას. აფას, რომელსაც ძალიან ცოტა ცხიმი უნდა, აი ესე დავასხავ ცხიმი. ქალბატონია, მე რო უკვირდები, თქვენ თითქმის ცხიმად ხმარობთ მარტო ზეითუნის ზეთს. ძალიან მიყვარს. ძალიან გიყვართ, ხო? იცით გემრიელიც არის. ჯამთელიც არის. ეხლა აი ყაბახს შევწვავათა, აი ესე დავაწყობ. შეგიძლიათ ბადრიჯანიც, ბულგარული წიწაკები. სანამ ქალბატონილია თევზს და გარნირს ამზადებს, მე რჩევას მოგაწვით. ამ კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის ბროკოლი. სხვათა შორის საქართველოში მაინც და მაინც ბროკოლი არ უყვართ და არ მიირთმევენ, თუმცა დამიჯერეთ, ის ძალიან გემრიელი და რაც მთავარია შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინებს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ბროკოლი ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებასაც კი, ამიტომ მიირთვით ბროკოლი ის მართლაც სასარგებლოა. ახლა კი ეთერს უთმობ ლევანის და მანიკას, მე მალე დაგებრუნდები.